გამარჯობა, ჩემო კარგება, მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ერთ პატარა ფაქტს რა. თურმე საქართველოში დაუჭერიათ ის ტიპი, ვინც მომარაგებას აკეთებს ხორცს პროდუქტებით ჯარის და პოლიციის და ძალოვანი სიცხეების სისტემის და იმას არ ამბობენ, რომ რას პროდუქტს აჭმევენ ჯარს და პოლიციას ზუსტად ის პროდუქტი შეაქვთ ციხეში. ანუ ჯარისკაცს და პოლიციელს ამათ ესენი ათანაბრებენ როგორც პატიმარს. კაი, ჯანდაბას განხილვის სხვა თემაა და სხვა დროს ვილაპარაკო და დაიჭირეს ეს ტიპი თურმე თევს ამზადებდა ძალიან ცუდ პირობებში და კომპანია კულა ყოფილა ახლა და ეხლა ფული არ გადაიხადა სათანადო წესით არ ჩაუდო ამათ ჯიბეში კარგად არ მისცა იმის საშუალება რომ მოეტეხათ მერე ჯარიდან და პოლიციიდან რომ გამორჩება იქ საჭმელი წესით ეს საჭმელი უნდა დაიმარხოს რა ძალოვან უწყებებში ასე ხდება იმიტომ რომ არ შეიძლება რომ სპეცქვედანაყოფების სახელმწიფო ქვედანაყოფების მომსახურე პერსონალის მენიუ იცოდეს ყველამ ესენი კიდე ყიდიან ამას აღორეებზე საძროხეებზე სათევზეებზე ეტყობა ამან არ მისცა ამის საშუალება და გადაწყვიტეს რომ კულას ქარხნის დირექტორს მიაკუნოს სახეში შევ დაიჭირეს ჩააგდეს ციხეში ამდენი ხანი არ იცოდნენ ჯარში ცუდი პროდუქტი რო შედიოდა ციხეში ცუდი პროდუქტი რო შედიოდა პოლიციაში ცუდი პროდუქტი რო შედიოდა ალასანიას დროს მაგალითად კაიარაჟანი მის პარტიაში მიქონდა და ბიჭებს გაბუჭებულ რაღაცა ზის პროდუქტებს აჭმევდა 800 900 1000 კაცი ფაღარათით იყო ყოველდღე მოწყობაზე ვერდგებოდა და ახლა ეს ახალი ამბავი არ არის რა ადამიანების კუჭზე რომ საკუთარ ცხოვრებას იწყობენ ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეში რო თამაშობენ და რატო ხდება მანდამაინც ამის გახსენება ეხლა რატო ხდება ამ ტიპის დაჭირა ან კარგად გააკულაკებენ ამოიღებენ ამას მერე და მერე იტყვიან რომ ნუ ახლა ჩვენ ლოიალური მთავრობა ვართ დააბრუნა გადაიხადა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში ეხლა აჭირდება იქ კულას დირექტორი რაღაცა წლები ციხეში მაგ ახლა ეს არ სვამენ დღეს აგერ სერიულ მკვლელს ციხეში მის ცოლი გამოდის და ის პატიოსნებაზე გველაპარაკება და ვის რა ჩემბეხებას უნდა კულას ხელმძღვანელი ციხეში საოცარი მოწყობის ქვეყანა ვართ რა აგერ რაღაცა ორი დღის უკან ამათ დაუძინებელი მტერი ელისტრა გოგილაძე ჩასვეს ასე უძახიან თვითონ მე ვციტირებ იმას ქალზე არ ვხსენებ უბრალოდ ვციტირებ ჩასვეს ციხეში ბიტკოინების რაღაცა სავარაუდო მისთვის გააფრთხილდა შანტაჟს აკეთებდა გამიგე ჟურნალისტი და ამ დროს ეს დაჭერილი რო ყავდა პადელნიკი ივანიშვილს ბიტკოინების თემაზე გადაახტევია ფული და გამოუშვა ციხიდან ვინ შედის ციხეში ვინ გამოდის რა ბრალით შედის რა რითი გამოდის მაგას არ აქვს სამართლებრივი ახსნა რა სამართლებრივი ახსნა წდება მარტო ბიძინა ივანიშვილის ტრაქტირში ან ფარდულის უკან ან ტუალეტში როგორც გინდათ ისე დაარქვით რა ჯარი პოლიცია პატიმრები მით უმეტეს ვის რა ჩემფეხება დაინტერესებს რა ყველაფერი მოსულა ეს არის ქვეყანა გახსნილი შესაძლებლობებით იკურდე წამლე იმაიმუნე ითახსირე აგერ ქუჩაშიო იმას რა ქვია წყალში გახსნილ ქიმიურ ნივთიერებას ასხამდნენ მოქალაქეებს და ზოგი ამბობს მე ამის არ მჯერა ამჯერა აი იყო გჯერათ ჯარს და პოლიციას რო დამპალ პროდუქტს არ აჭმევდნენ ხორცს პროდუქტებს და იმისი არ გჯერათ წყალში რო გახსნეს რაღაცა ნაგავი და მიასხეს მოსახლეობას ჯერის ძალკე პრობლემა არის ზამთარში რო შენ მოქალაქეებს წყალს ასხავ ზამთარში რო აკეთებ ამას და მე კიდე იმაში ქიმიას ურევ და თან რა ხდება ამას აკეთებს ის პოლიცია რომელსაც ივანიშვილი საჭმელს წამლავდა ივანიშვილი ზოგ საჭმელს წამლავს ზოგ წყლით წამლავს საქართველოში ბიჭო ქვეყანაში სადაც პარიზის ერთი გარეუბნის ხელამოსახლეობა ვართ სწორად თქვა ის თავის დროზე ჩემაზმა ხო და ჰოლანდიის და იმის გამოყვება შეიქმნა პრობლემა ამ ხელა რესურსების მქონე და სავარგულების მქონე ქვეყნისთვის მაგრამ აი თვისებენ ახლა ამ ქვეყანას არაბებად ჩინელებად იაპონელებად ასე ხდება მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩვენ თვითონ არ ვიქნებით პატრონები და არ ვიქნებით იმიტომ რომ ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ ჩვენ ეს არავის არ უნდა დავაბრალოთ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალი ჩვენი უპასუხისმგებლობის ბერძნებს კარგი ის ჰქონდათ ადრე გამოთქმა იდიოტეს ამას უზახებდნენ ადამიანს რომელიც რესპუბლიკის ქვეყნის სახელმწიფოს ცხოვრებაში არ ერეოდა არ აინტერესებდა რა მე არტო მე ვიყო კარგად რამდენი იდიოტია იცი ჩვენს ქვეყანაში ასეთი თითქმის მთელი ქვეყანა იდიოტები გახადეს მადლობა